Hello, gurus. Welcome to another episode. Hope you're having a beautiful day. Protect your capital, even if you get a little bit of money. გამარჯობა, გურუ. ჩემი მთავარი წესი არის თქვენი კაპიტალის დაცვა და სტაბილურად გაერთიანება, თუნდაც მხოლოდ $3,000 დაიწყოთ. Nvidia-ს, Google-სა და Apple-ს ვექცევი, როგორც გრძელვადიანი შემნახველი ანგარიში. გავანაწილებ მათ შორის და დავამატებ თითო წილს ყოველთვიურად. თუ იყენებთ Android-ს, განიხილეთ Google. თუ იყენებთ iPhone-ს, განიხილეთ Apple. საქმე არის თანმიმდევრული დოლარის ღირებულების საშუალოდ მრავალი წლის განმავლობაში. iPhone get Apple and buy one per month and then just keep compounding that over years. And if you've been watching, they're growing like crazy. Even Google in the last week is up 20%. But if you've been looking at it, we're going to look at the technicals. ამ კომპანიებმა დააჯილდოვეს პაციენტი ინვესტორები. Google-მა ძლიერად მოიგო ამ კვირაში, ამიტომ გამოწერის ჩვეულებრივი შეხსენების შემდეგ მე გაჩვენებ ნომრებს. ეს არ არის ფინანსური რჩევა, ეს არის ჩემი გარიგებები და მოსაზრებები. შეისწავლეთ ჩემი მოგებაც და შეცდომებიც. Google გაიზარდა დაახლოებით 21%-ით გასული წლის განმავლობაში და დაახლოებით 185%-ით გრაფიკზე ნაჩვენები უფრო გრძელი პერიოდის განმავლობაში. In the last month, it's up. How much is it up in the last month? It's up around 21%. In the last, let's say 1 year, it's up 185%. 2021 წლის პანდემიის ეპოქის დაბალი მაჩვენებლიდან Google დაახლოებით 350%-ით გაიზარდა. 2019 წლიდან ის გამრავლდა დაახლოებით 7 ჯერ, ხოლო 2015 წლიდან დაახლოებით 16 ჯერ. ეს ასახავს შედგენის ძალას, $10,000, რომელიც იზრდება 7 ჯერ, ხდება 70,000. ეს არის ისტორიული შედეგები და არა მომავალი დაბრუნების დაპირება. ახლა მოდით შევადაროთ ეს შესრულება Apple-თან. If you put it back in 2015 into Google, you'd be up 16 times your money. So you get the picture. Let's go into Apple. Apple up 0.7%. If you had bought Apple in the last Apple-მა დღეს დაახლოებით 0.7% მოიმატა. ნაჩვენების შესვლის წერტილიდან გამომდინარე, ინვესტორები შეიძლება გაიზარდონ დაახლოებით 30-ით და 40%-მდე გასული წლის განმავლობაში, დაახლოებით 106%-ით ბოლო ომთან დაკავშირებული კლებასთან შედარებით და დაახლოებით 500%-ით პანდემიის კრახით. ეკრანზე უფრო გრძელი პერიოდის განმავლობაში ანაზღაურება არის დაახლოებით 1,400%. შემდეგი კითხვა არის თუ არა საფუძვლები მხარს უჭერს ამ ფასებს. 1,400%. And why these are growing like this? Because you can see here, Apple, its P ratio is higher. Apple actually, it's sitting a bit higher on its P ratio. One second, I'll bring up the fundamentals. So the fundamentals are the Apple ვაჭრობს ფასი მოგების თანაფარდობით 34-ით ის მახლობლად, რაც აღემატება უხეშნიშნულს ლოცივეს, რომელსაც მე ვიყენებ. მისი წლიური შემოსავალი დაახლოებით $416 მილიარდია, ხოლო წმინდა შემოსავალი დაახლოებით $112 მილიარდი. Google-ის შემოსავალი და მოგება ასევე სტაბილურად გაიზარდა. ეკრანზე Google ვაჭრობს დაახლოებით 18 გაზრდილი მოგებით, წლიური შემოსავალი $402 მილიარდი და წმინდა შემოსავალი დაახლოებით $132 მილიარდი. You can see here Google the same. Its P ratio is sitting at 18 times P ratio. Last year they made 402 billion, 132 billion profit. The last quarter they made 119 billion. ამიტომ Google-ის შეფასება ახლოსაა ამ საცნობარო დონესთან და ბევრად დაბალია Tesla-ს მრავალჯერადზე, რომელიც ეკრანზე იყო 290-მდე. ძალიან მაღალი მრავალჯერადი ნიშნავს, რომ ინვესტორები დღეს იხდიან მრავალი წლის მოსალოდნელ მომავალ მოგებას, რაც ზრდის შეფასების რისკს. თქვენ შეგიძლიათ უფრო ღრმად შეისწავლოთ ფასი მოგების კოეფიციენტები და საფუძვლები, მაგრამ პრაქტიკული გაკვეთილი არის ბიზნესის შესრულების შედარება იმ ფასთან, რომლის გადახდასაც გთხოვენ. 290 times like they are with Tesla, and that becomes too overvalued, right? Because 299 years of earnings to equal its price. So that's you can learn much more like that in the Bitcoin-ი $64,000-თან ახლოს ვაჭრობს. ამჟამად ვაწარმოებ 1 მაისი Bitcoin-ით გარიგებას და მაქვს დამატებითი ყიდვის შეკვეთები დაახლოებით 62,000, 60,000, 58,000, 58,000 და 48,000. მე მსურს პოზიციის ეტაპობრივად აშენება, რადგან ბაზარი, როგორც ჩანს, სტაბილიზდება, მაგრამ ძლიერი წინსვლა არ დადასტურებულა.
ყოველკვირეული დიაგრამა ზედმეტად გაყიდულია და ფასი ცდილობს გაექცეს დაღმავალ შაბლონს. Ამიტომ მე ფრთხილად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. But they're not always, they're only like, I would say, 60% descending wedge to break out, descending triangle, 60% chance, but you can see it's trying to... დაღმავალი ნიმუშები ყოველთვის არ იშლება ზემოთ. მე ვაფასებ ალბათობას მხოლოდ 60%-ით. მიუხედავად ამისა, ბიტკოინი იკუმშება წინააღმდეგობის მახლობლად და გარღვევამ შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვიოს. ჩემი გარიგება რისკავს დაახლოებით $1000 $20,000-თან ახლოს შესაძლო ანაზღაურებისთვის, მაგრამ ეს შედეგი გარანტირებული არ არის. საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე მოდელმა ასევე გახსნა გარიგება ტესლასა და სოლანაში, რომელთა წევრებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ და განიხილონ. Gemini 3 went long on Solana, so you can see some different Clash of AI's trades and people discussing. You can join that group. All the links are down below under the video. Bybit 30K. ყველა შესაბამისი ბმული მოცემულია ვიდეოს ქვემოთ. ეს არის დღევანდელი ბაზრის განახლება. გამოიწერეთ და ლაიქეთ და დაიცავით თქვენი კაპიტალი. თუ თქვენ იწყებთ მოკრძალებული თანხით, ერთი მარტივი მიდგომა რეგულარულად იყიდოთ აქციები იმ ბიზნესებში, რომელთა პროდუქტებიც გესმით და იყენებთ. ეს არ არის ფინანსური რჩევა, მაგრამ ეს არის გრძელვადიანი მიდგომა, რომელსაც მე პირადად მივიღებდი, რომ გავაგრძელოთ ჩემი ფული. Anyway, that's what I would do. Not financial advice, but that's what I would do, and I would keep compounding my money. If I'm a plumber, I'm putting it in Apple and Google. If I'm a lawyer, I'm putting it in Apple. იგივე პრინციპი მოქმედებს სანტექნიკოსი ხართ, იურისტი თუ მილიარდერი. შექმნით მყარი ბაზა და დაამატეთ მას დროთა განმავლობაში. როგორც თქვენი ცოდნა იზრდება, ისწავლეთ შეფასება და საფუძვლები, შემდეგ გააფართოვეთ თქვენი ყურების სია. ამჟამად მივხვები დაახლოებით 12 აქტივს მიზნად ისახავს გონივრულ ასიგნებებს, ვყიდი, როდესაც ისინი ზედმეტად იყიდიან და ვყიდულობ, როდესაც ისინი ჭარბად გაიყიდება. გააგრძელე კომპოზიცია, იზრუნე ბუნებაზე და ცხოველებზე და ხვალ გნახავ.